პროკურატურა არის ოჯახი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი თანამშრომლებით. ჩემთვის პროკურორობა ასოცირდება პირველ რიგში საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასთან და პასუხისმგებლობასთან. გადაწყვეტილების მიღების დროს ვცდილობ, რომ ვიყოს სამართლიანი და ობიექტური. რაც მომცა პროკურატურამ არის ის, რომ ის წესრიგი, რაც ამ სისტემაშია, გახდა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების წესი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამიჩნდა სურვილი პროკურატურაში დამეწყო მუშაობა. იმის გამო, რომ ვიცოდი, რომ ეს სამსახური ემსახურებოდა სიმართლეს და მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობაში, სკოლის პერიოდში ძალიან მიყვარდა სამართლის მხარეს ყოფნა და ყოველთვის მინდოდა, რომ ტყუილი ადამიანი არ დაჩაგრულიყო და იმას თავისი სიმართლე ჭეშმარიტება დაედასტურებინა და აი ამ мотивაციამ მივიყვანა მე იქამდე, რომ ნამდვილად დღეს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში მუშაობ 2010 წელზე მეტია და ღირსებით და პატივისცემით ვატარებ პროკურორის მუნდირს. ბავშვობაში, როდესაც არც კი ვიცოდი სიტყვა პროკურორის მნიშვნელობა, მოცემობდი პროფესიაზე, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა სამართლიანობასთან, ბრძოლასთან, მტკიცებასთან. დღეს, როდესაც მეკითხებიან, რას ნიშნავს ჩემთვის პროკურატურაში სამსახური, ვამბობ, რომ ეს არის ღირსების საქმე, რომლის კეთებაც მიამაყება. დღეს ჩვენი სამსახურის პროკურატურის სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ვისმენთ და ვითვალისწინებთ დაზარალებულის პოზიციას, რაც საბოლოო ჯამში სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლიან შედეგს განაპირობებს. ხშირად ვფიქრობ, რა არის მთავარი მიღწევა ამ წლების მანძილზე და ეს არ არის სამსახური, სადაც 7 საათზე კარს გაიხურავ და სახლში მშვიდად წახვალ. მუდმივად მიყვება დარდი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ფიქრები მსხვერპლებზე, დაზარალებულებზე და ვფიქრობ, რომ თუ ერთ ადამიანს მაინც დავეხმარეთ, თუ ერთი ქალის სიცოცხლე გადავარჩინეთ, მაშინ ყველაფერი ღირდა და შემიძლია ვთქვა, რომ 1000-ობით და 10,000-ობით ქალს დავეხმარეთ. პროკურორობა ჩემთვის არის პროფესია, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქის ინტერესების დაცვას. პროკურორობა არის ჩემი ცხოვრების მთავარი არჩევანი. იყო პროკურორი ჩემთვის ნიშნავს ყველაზე ღირსეული პროფესიიდან ემსახურო შენს ქვეყანას. პროკურორობა დიდ პატივთან ერთად არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. პროკურორის საქმე ეს არის შესაძლებლობა სიკეთე მოუტანო საზოგადოებას, გარდა ამისა, როგორც იურისტი, მუდმივად ვიყო აქტიური საკუთარ პროფესიაში. პროკურორობა აბრჩია იმიტომ, რომ ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მნიშვნელოვანია უშუალოდ ვიყო ჩართული გამოძიების პროცესში. გამოძიების შედეგები შევაფასო სწორად და ამ პროცესში დავიცვა, როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის უფლებები. პროკურატურა ჩემთვის არის არა მხოლოდ პროფესიული არჩევანი, არამედ დამაკავშირა ჩემი ცხოვრების თანამგზავრთან, განსაზღვრა ჩემი პირადი ცხოვრებაც, რისთვისაც ორმაგად მადლიერი ვარ საქართველოს პროკურატურის. პროკურორობა ძალიან საინტერესო საქმიანობა იმდენად, რამდენადაც გაძლევს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილებას და ეს გამოცდილება მეხმარება მე პირადად, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაშიც. საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ძალიან მრავალფეროვან საკითხთან დაკავშირებით გვიწევს გადაწყვეტილების მიღება. ვამაყობ ამ პროფესიით, ვინაიდან ნამდვილად რთული პროფესია, რადგან ადამიანის ბედის გადაწყვეტაში მიღებულობ მონაწილეობას და შესაბამისად, როდესაც ადამიანს ბრალს წარუდგენ ან სასამართლოში მონაწილეობ მისი გასამართლების პროცესში, ბევრი პატარა ნიუანსია, რაც შეიძლება პროკურორმა განახორციელოს და შედეგად ადამიანის ბედზე იმოქმედოს. შესაბამისად, რაღაც ნაბიჯ რო ვდგამთ გადაწყვეტილებას ღებულობ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემი თავი გარკვეულწილად ჩავაყენო ბრალდებულის მდგომარეობაშიც და შესაბამისად ისე ვიქცევი სასამართლო პროცესზე და სამართალწარმოების დროს ზოგადად. პროკურორის პროფესია ჩემთვის არის კეთილსინდისიერების და სამართლიანობის გარანტი. მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ცხოვრებისეული ბალანსის დაცვა და ვფიქრობ, რომ პროკურორის საქმიანობა ამის შესაძლებლობას იძლევა. ერთის მხრივ იყო კანონმორჩილი და მეორეს მხრივ ადამიანებს უტოვებდი განცდას, რომ შენი გადაწყვეტილებები არის სამართლიანი.
ჩვენი სწორი და სამართლიანი საქმიანობა უზრუნველყოფს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენციას და მათ თავიდანაცილებას და შესაბამისად მნიშვნელოვან ფუნქციას ავასრულებთ როგორც მართლმსაჯულების აღსრულებაში, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.